სამ რამეს შემიძლია სულ უსმინო. ეს არის მდინარის ჩუხჩუხი, ჩიტების ჭიკჭიკი და ფოლკლორული ანსამბლი, რომლის მოსმენაზეც ვგიჟდები. მაშასე მივესალმოთ ჩვენი სტუმრები არიან ანასტასია ამირეჯიბი და ელისაბედ ურდღელაშვილი. ვაიმე! რა საოცარი ადამიანები მოგზავნეთ და რა ლამაზები ხართ. გაკარგია რომ მოხვედით, როგორ ახართ? კარგად, არ ამეშავს, მეც არ ამეშავ. თქვენ რო გხედავთ, აი რა ვიცი, გულში სითბო მეყრება და ვარ გაღიმებული და ძალიან კარგასიაზე აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ პატარებ. ეხლა მითხარით რომელი ხართ? ელისაბედ კურდღელაშვილი. ელისაბედ კურდღელაშვილი და თქვენ? მე ამირეჯიბი ტასო. ამირეჯიბი ტასო, რომ მოვიდა, იცი რა, ძალიან ჩემი საყვარელი სახელი არის ტასო, იცი რატო? იმიტომ რომ ვასოს ძალიან ერითმება და მომწონს. ერთადერთი სახელი არის. ტასო, ვასო. აი ესეთი ამბავი არის. მე მგონი სასაცილო არ მithქვავს არაფერი რა. ვაიმე რა კარგი, როგორი ლამაზი ტანისამოსი გაცვიათ. ეს ერთნაირი რატო გაქვთ? ისა ერთმანეთის ვინ ახართ თქვენ? დაქალები. დაქალები ხართ თქვენ? ესენი არიან დაქალები. რამდენი წლისები ხართ მითხარით დაქალებო? შენ 5-ის ხარ? მე 7. 5 და 7 წლის დაქალები მობრძანდნენ ჩვენთან. ერთნაირი ტანსაცმელი რო გაცვიათ, ეხა ტანისამოსი. კიდევ რაღაცები გააქვთ ერთნაირი თქვენ დაქალებს? სხვა არაფერი? კალამი. იხსენებს. კალამი ქონიათ ერთნაირი. კალამი კიდე. რა? რაღაცა დაგიტყვა. მამი და შენმა რომ იყიდაო, რაღაცებს საუბრობენ აქ თან. ხო, ბლოკნოტები ერთხელ სიმღერას რო ვიყავით, მთხოვა რომ ბლოკნოტი მაჩუქეო და ჩემნაირი რო იყო, ვიყიდე მეთქი და უყიდე. რო ორივეს ერთნაირი ბლოკნოტი ქონოდათ. შესანიშნავი ამბავია. რა მაგარია. მაგ ჩანტაში რა გააქვს? ვაიმე. მე გეჩვენ კიდე. გარი? რებია ეს? დედა რა საოცარი რაღაცეები გაქვს რა არის? ვაიმე ეს გლობუსივით არის რა. რა ეს ის არის? ჭყიალები რა თავზე დასასმელი ტუჩებზე თუ რა? ეს ბეჭდებიც არის? ეგ მასაჟისტვის არის? გაგესმით თქვენა ეს მასაჟისტვის არის? შენს გაქვს რაღაცეები მან და? რა არის ეგ? ვაი მომიყევით კაცო. ეს რა არის? ერთნაირებია. აი კიდე ერთნაირი რაღაცები აღმოვაჩინეთ ჩანთაში ქონიათ. ვაიმე საოცარი ამბავია ესა. საიდან ჩამოხვედით თქვენ მითხარით? საგარეჯოდან. მოიცათ კაცო ერთად დამელაპარაკეთ კაცო რაღაცები. საიდან ჩამოხვედით? მე საგარეჯოდან. ორივენი საგარეჯოდან ჩამოხვედით? ჰა? კი? მე სოფლიდან. შენ სოფლიდან, რომელი სოფლიდან? პატარზეულიდან ჩამოსულა. პატარა ჩაილურიდან ჩამოსულა, კაცო. ეს როგორ არ ვიცოდი მე ეს ამბავი. სხვათა შორის ერთი ბიჭი ვიცი, დათა ამირეჯიბი, რომელიც პატარა ჩაილურიდან იყო ჩვენთან მოსული თუ აცდები. ხო ასე იყო? კი, ძალიან კარგი ბიჭი ეს. იცნობ შენ მაგ ბიჭს? ხო, ჩემი ძმა. შენი ძმაა? კაცო, წვად ჭამდა ძალიან მაგრად ეგა და როგორ არის ხარ? მე მიყვარს წვადი. წვადი გიყვარს შენ? ხო, და ხაჭაპური. წვადი და ხაჭაპური. თქვენ რა გიყვართ პატიცემულო? მეც წვადი და ო ახლა ისეთი კუთხიდანიდან ჩამოსულები ახლა რომ წვადი არ მიყვარსო რო გეთქვათ? ხაშლამაც აჭარული ხაჭაპური? აჰა. ბაღში დადიხართ ახლა მითხარი? მე კი, სკოლაში. სკოლაში დადიხარ უკვე? აბა მითხარი ბაღში რა ხდება? მოგწონს თუ არა ეს მითხარი? მომწონს. მეგობრებთან ლაპარაკობ. მეგობრებთან ლაპარაკობ? რაც ეს თამაშობთ ხოლმე. თამაშობთ ხოლმე? ხო. ვინმე ხო არ გაბრაზებს იქ შენ? ვინა? ანდრია. ანდრია ვინ არის? ანდრია გაბრაზებს? რა შე თმეზე წიწკნის? ის არის 5 წლის. ისიც 5 წლის არის და გაბრაზებს, ხო? ხო, ესე არის საერთოდ 5 წლისები, 5 წლისებზე, მაგრამ იცი რა არის? ეგრე რო ხდება ხოლმე ხანდახან ეს ნიშნავს, რომ შენ მოწონ ხარ. ხო არ მოწონ ხარ? როგორი თვალები გაქვს? როგორ გააკეთე? როგორ გააკეთე სასწრაფოდ აი. საოცრება. ანუ მე მგონი მოწონ ხარ იმ ანდრიას იცი? ხო, და ეხლა მითხარი სკოლაში რა ხდება ელისაბედ? შენ არავინ გაგაბრაზებს ალბათ, ხო? ყველა ბიჭი მაბრაზებს. ყველა ბიჭი გაბრაზებს? უმეტესობა მაბრაზებს ხოლმე. უმეტესობა ბიჭები გაბრაზებენ სკოლაში, კაცო? და რა შენ გასუშვებ? კიდე იო მაბრაზებს. რა შვები? ცემს. ცემს.
ყველა ბიჭი ცემე, კაცო? ყველა რა ვინც გამაბრასა. ყველა ვინც გააბრაზა ცემაო. აი, ნახეთ აპლოდისმენტები თუ არა არ ვიცი ეხლა. ცემს მე. შენ არავისაც არ ცემ, შენ რა? მიკროზე, დათასგვერზე. როგორ შეიძლება? ამ ჩხუბი და ცემა თხება? ცემენ. თვითონ გცემ, ის ბიჭები გცემენ? სირცხვილი თქვენ. შეიძლება გოგოს ასე მოექცეთ? ერთი პინგვინი ყავ ხო და მაგას რო პარავთ ხოლმე, ტირის ხოლმე და მე დედა ჩემი შემოვარდება ხოლმე და იგი ჩხუბობს ხოლმე და მე ჩხუბობ. მოკლედ სადა რა ეშველება ამ ამბავს მე მეცხრა. მეორე პინგვინი უნდა ვიყიდოთ, ხო ალბათ? მეორე წყავს. პატარა. ერთი დიდი დიდის მყავს. აბა რატოა ეს კონფლიქტი გამაგებინეთ? ხო საკმარისი პინგვინებია უკვე კაცო, შევთანხმდით. კი, ორია. ორი თუ არის, მე რა ვერ გაიყავით, კაცო, გამაგებინეთ. აბა დედიკო რო შემოვარდება, რომელია ის დედიკო? აბა როგორ შემოვარდებით ხოლმე, რა ხდება, რა ვითარება არის, რატო გვაკლია პინგვინები, ან რაღაც პინგვინის გამო ასეთი ამბავი შეიძლება. კარგი, თქვენთან ელისაბედის შობელსაც შევეკითხები, გამარჯობა, თქვენთან პინგვინების პრობლემა არ არის, ხო? არა, ჩვენთან არა. შენ ბებოს გყავს? ეს შესანიშნავი ამბავია, ძალიან კარგი ამბავია ბებოს. მაია ბებო. მითხარით ერთი რაღაც. სად გაიცანით თქვენ ერთმანეთი? სიმღერაზე მამიდასთან. ჩემ მამიდასთან. მამიდასთან სიმღერაზე აღმოჩნდით ერთად? რა სიმღერებს მღერით? კეკელა და მარო. კეკელა და მაროს მღერით? თქვენ ხო არა ხართ კეკელა და მარო? ხო. ეს შესანიშნავი ადამიანები თქვენ შეახვედრეთ თურმე, როგორც მითხრეს და მას შემდეგ დადაქალდნენ და არის აი ისეთი დაქალები არიან, ვერ წარმოიდგენთ, ყველგან ხელჩაკიდებულები, ერთმანეთს რომ ფოტოებს უღებენ და ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან და აი სულ ერთად რომ არიან მართლა კონცერტზე და რეპეტიციაზე. და ჩემმა დედამთილმა შეარქვათ კეკელა და მარო არიანო და მე მომივიდა ეს იდეა ზუსტად რომ ემღერათ კეკელა და მარო სიმღერაც. შესანიშნავი იდეა მოგსვლიათ, პარიცემი. ეხლა თქვენ მე მითხარით დღეს უნდა იმღეროთ? მარტოები მღერით თუ ვინმესთან ერთად მღერით? აი, იქ რო ჯდიან, ყველაფერი იქ არის. ანუ იქ რო არიან და იქ რო ჯდიან, აბა ვინ ჯდიან? აი, აბა ხელი დაუქნიოთ, აი ესენი არიან, ამათთან ერთად მღერით? სანამ ეს ამბავი მოხდება, საჩუქრები. კი ბატონო, აპლოდისმენტები. საჩუქრები უნდა მივიღოთ და პირველი ვინ მოგვიტანს საჩუქარს თუ არა, ფაგიო. აი, ესეთი შესანიშნავი საჩუქარი. თქვენ თითო გექნებათ, რა თქმა უნდა. მაგაში არის ფაგების ნაკრები, სპეციალური ფაგებია იმისთვის, რომ გაციება და ინფექციები არ მოგეკაროთ. დედამ იცის ფაგიო. და კიდევ მეორე საჩუქარი ლოკომოკო. რა თქმა უნდა, ლოკომოკოს ლომი. აი ეს საჩუქარიც თქვენ პატივცემები. ასო და ელისაბედი, რა თქმა უნდა, ანსამბლ ლალესთან ერთად. Sheri,
ანსამბლი ლალე და მისი მხატვრული ხელმძღვანელი სოფო ამირეჯიბი, აპლოდისმენტები მას. და რა თქმა უნდა, აპლოდისმენტები ანასტასია ამირეჯიბს და ელისაბედ კუდროვაშვილს. დიდი მადლობა.